ASHS-ში სენატორი ლინდსი გრემი 61 წლის ასაკში მოულოდნელი და ხანმოკლე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ცნობების მიხედვით მას გულის გაჩერება დაემართა. გრემი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა კიევიდან, უკრაინიდან, სადაც შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დაბრუნების შემდეგ დაგეგმილი ჰქონდა მონაწილეობა მიეღო NBC News-ის გადაცემაში Meet the Press. გრემი სენატის ბიუჯეტური კომიტეტის თავმჯდომარე იყო და ნოემბერში მეხუთე 6 წლიან სენატორულ ვადაზე იყრიდა კენჭს. სენატორობის პერიოდში გრემი ისრაელის მხარდამჭერი იყო და მუშაობდა ისრაელის მთავრობის დასახმის დასახმარებლად. 2024 წელს გრემმა პირობა დადო. სანქციებს დაუწესებდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ისრაელის მინისტრებზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს დაკავების ორდერებს აღასრულებდნენ. მე დავბრუნდები კონგრესში და ძალიან მალე წარვადგენ კანონ პროექტს. რომელიც სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ დაკავების ორდერის აღსრულებას შეეცდება. ასე რომ შეიძლება იყო ახლო მოკავშირე. კანადა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და ასე შემდეგ. თუ ამ დაკავების ორდერს ლეგიტიმურად მიიჩნევთ, მაშინ ამერიკაში ძლიერ ორპარტიულ წინააღმდეგობას შეხვდებით. 2023 წლის ოქტომბერში, 7 ოქტომბრიდან, ხოლო 15 დღის შემდეგ, სენატორმა გრეჰემმა განაცხადა, რომ მისი აზრით ირანი იყო 7 ოქტომბრის მოვლენების პასუხისმგებელი. იდეა, რომ ეს ირანის ჩარევის გარეშე მოხდა, სასაცილოა. ბიუჯეტის 93%, 10 წლების განმავლობაში, სურთნები, აღჭურვილობა, ყველაფერი აიათოლასგან მოდის. მე აქ მოვედი, რათა ისრაელს ვაცნობო, რომ ამერიკა თქვენთან იქნება. მე აქ მოვედი, რათა არაბულ სამყაროს ვაცნობო. მოდით შევეცადოთ მშვიდობის დამყარებას თუ შეგვიძლია. ჰამასის განადგურება არ ექვემდებარება მოლაპარაკებას. როგორ გავაკეთებთ ამას? მოდით ვისაუბროთ. გრეჰემი ასევე მხარს უჭერდა უკრაინას, მათ ომში რუსეთთან და ხშირად ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას ASHS-ის მთავრობის მიერ უკრაინის მხარდაჭერისა და მისი საზღვრების დაცვის შესახებ. ჩვენ დაგეხმარებით, მაგრამ ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს და ამერიკელ ხალხსაც აქვთ საჭიროებები. ამიტომ ძალიან პირდაპირ ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ, რომ ყოველთვის თქვენს მხენს მხარეს ვიქნები, მაგრამ არ არის უსამართლო, რომ გთხოვოთ თქვენ და სხვა მოკავშირეებს შეძლების დაგვარად მოგვიანებითაც დაგვეხმაროთ. Senator Graham's და President Trump's ხანგრძლივი სამუშაო ურთიერთობა აქვთ. მათ ყოველთვის არ ჰქონდათ ერთნაირი შეხედულებები, მაგრამ ერთად მუშაობდნენ და მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას, როდესაც ტრამპა გამოაცხადა, რომ 2024 წელს კვლავ იყრიდა კენჭს. და ჩემი მეგობარია, დიდი ხანია, ყოველთვის არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ესეც ნორმალურია. მაგრამ ის შესანიშნავი ადამიანია, შესანიშნავი პოლიტიკოსი და მართლაც შესანიშნავი პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს თქვენი შტატი, სენატორი ლინდსი გრემი. მადლობა ლინდსი, მადლობა. გრემის მოულოდნელ გარდაცვალებაზე პასუხად პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა. სენატორი ლინდსი გრემი, ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი და სენატორი, ვინც კი ოდესმე მიცნობია, გარდაიცვალა. ის ყოველთვის მუშაობდა და იყო ნამდვილი ამერიკელი პატრიოტი. ლინდსი გრემი ძალიან დაგვაკლდება. დეტალები და ორგანიზაციული საკითხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ძალიან სამწუხაროა. პრეზიდენტი დონალდ ჯეი ტრამპი. ბევრი ისრაელი ოფიციალური პირი უსამძიმრებს და აზრებს აზიარებს სენატორ გრემის დაკარგვასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ლინდსიმ კარგად ესმოდა ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოება განუყოფელია. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა ამერიკის დაცვას, ჩვენი ალიანსის გაძლიერებას და თავისუფალი სამყაროს მხარდაჭერას. მე-14 პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციის ლიდერმა იაირ ლაპიდმა დაწერა, რომ ლინდსის ჰქონდა ურხევი მორალური სიცხადე, ღრმა ერთგულება ისრაელის ხალხის მიმართ და ნათელი ხედვა უსაფრთხო და მშვიდობიანი ახლო აღმოსავლეთისთვის. სენატორი ლინდსი გრემი მუშაობდა არა მხოლოდ ამერიკელი ხალხისთვის, არამედ ის იბრძოდა ებრაული სახელმწიფოსა და უკრაინისთვისაც. მას შეეროდა, რომ ერს აქვს უფლება დაიცვას თავი. ის ყოველდღე ამ ფილოსოფიით მუშაობდა. დამატებითი ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთად არის მარკ შულმანი, ციგნის თელ-ავივის დრიური ავტორი და Newsweek-ის კოლუმნისტი. მარკ, დიდი მადლობა, რომ შემოგვიერთდით. რა პოლიტიკური მემკვიდრეობა დარჩა გრემის შემდეგ? ყველა მათგანი ვითხოვდი მე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ისრაელს ის ყოველთვის მოენატრება. ის უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია, რაც კი ოდესმე ხოლია ისრაელს სენატში და ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, რესპუბლიკურ პარტიაშიც. უკრაინაზე რომ დავბრუნდეთ, ეჭვიც არ არის, რომ ის მთელი ომის განმავლობაში უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი იყო. და ბოლოს თავად ნატოსაც მადლობა ეკუთვნის ლინდსი გრემს იმისთვის, რომ მან ტრამპის ადმინისტრაციაში იბრძოლა ნატოს მაქსიმალური მხარდაჭერის გასაგრძელებლად. ლინდსი გრემმა შეთანხმება დადო. ზოგი იტყოდა, რომ ეს იყო ეშმაკთან გარიგება.
თუ დაბრუნდებით 2016 წელს, როცა ის პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იფრიდა კენჭს, ლინცი გრემი მისი ყველაზე დიდი კრიტიკოსი იყო. მას იდიოტს უწოდებდა, ამბობდა, რომ ვერასდროს გაიმარჯვებდა და კიდევ უამრავ საშინელ რამეს ამბობდა. 2016 წელს ის პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მებრძოლ კანდიდატებს შორის ყველაზე ხმამავალი იყო. ის ტრამპის წინააღმდეგ იფრიდა კენჭს, ისევე როგორც სხვა კანდიდატები, რომლებიც მას უპირისპირდებოდნენ. მაგრამ როცა პრეზიდენტი ტრამპი აირჩიეს, მან გადაწყვიტა, რომ კონფლიქტი დაესრულებინა. და როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ტრამპმაც დათანხმდა ამაზე. და ერთად გოლფსაც თამაშობდნენ, საკმაოდ დაახლოვდნენ. ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციის შიგნიდან, ესე ვთქვათ, ტრამპის ბანაკიდან მას შეეძლო დიდი გავლენა მოეხდინა და როგორც ჩანს, მართლაც მოახდინა. ის აშკარად ის ადამიანია, ვინც ისრაელთან დაკავშირებით რჩევებს აძლევდა. მას ყოველთვის არ გამოუვიდა უკრაინის საკითხში. მეორე მხრივ, მან შეძლო შეეჩერებინა პრეზიდენტ ტრამპის ყველაზე ცუდი ინსტინქტები, რაც უკრაინას უკავშირდება. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იგივე შეიძლება ითქვას ნატოზეც. ის ინტერნაციონალისტია, ის ძველი სტილის რესპუბლიკელია, რომელიც ფიქრობს, რომ ამერიკის ადგილი მსოფლიოში არის ის ნათელი შუქი ბორცვზე, რაც დღეს ბევრ რესპუბლიკელს აღარ სჯერა. და მან ეს განასახიერა. ის დააკვდება ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ შეერთებული შტატები განსაკუთრებული ადგილია და განსაკუთრებული როლი აქვს მსოფლიოში. ეხლა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელმა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მეგობარი დაკარგა და რომ მან პირადად დაკარგა, მედადაც დაკარგა მეგობარი. შეგიძლიათ ისაუბროთ ამ პირადი ურთიერთობების მნიშვნელობაზე პოლიტიკაში და იმაზე, თუ როგორ აყალიბებენ ისინი პოლიტიკას, რომელიც საბოლოოდ ყალიბდება. კარგი, ესე რომ ეს ორ ნაწილად უნდა გავყოთ. იცით, ეს ისტორიის დიდი თეორია. რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ადამიანები, მიზნები, ეკონომიკა, ასეთი რაღაცები. და მე იმ ადამიანებს შორის ვარ, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ერთადაა მნიშვნელოვანი. ცხადია, ზოგიერთ ადამიანს უფრო მნიშვნელოვანი პირადი კავშირები აქვს ვიდრე სხვებს. ცხადია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის პირადი კავშირები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა. ვფიქრობ, აქ ჩვენ ვხედავთ ამ ხიდის გადებას, რადგან ლინცი გრეჰემი ყოველთვის კარგი, შესამჩნევი პირადი ურთიერთობა ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, მას შემდეგ რაც ტრამპი აირჩიეს. და მას ეს პირადი ურთიერთობა ჰქონდა არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან, მას პირადი ურთიერთობები ჰქონდა ყველა პრემიერ-მინისტრთან. არა რომ ბევრი ყოფილიყო, მაგრამ იცით, მას პირადი ურთიერთობები ჰქონდა სხვა პრემიერ-მინისტრებთანაც, ასევე პოლიტიკურ სპექტრზე სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ის ძალიან კარგად იცნობდა ისრაელს. არ ვიცი ზუსტად რამდენჯერ იყო აქ ჩამოსული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს 20-ზე მეტჯერ მაინც იქნება. ის ხშირად სტუმრობდა აქაურობას და ძალიან კარგად ერკვეოდა საკითხებში. ხალხიც პატივს სცემდა მის ცოდნას. და კიდევ რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობები. იცით, პრეზიდენტი ტრამპის პირადმა ურთიერთობამ ნეთანიაჰუსთან აშკარად იმოქმედა მის მზადყოფნაზე, დაეჯერებინა ან არ დაეჯერებინა ის, რასაც პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს. პირადი ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეულ ზღვრამდე. ეს უნდა გვახსოვდეს. პირადი ურთიერთობები როგორც წესი არ სცდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ პირადი ინტერესების გარდა, როდესაც ეროვნული ინტერესები ეჯახება პირად ინტერესებს, ხშირად ან ჩვეულებრივ ეროვნული ინტერესები იმარჯვებს. მაგრამ ლინცი გრემი უნიკალურია. არ ვფიქრობ, რომ ამერიკულ პოლიტიკურ სცენაზე ვინმე ყოფილა ისეთი მტკიცე მხარდამჭერი ისრაელის, ყველა ვითარებაში, ან უკრაინისთვისაც. და ვფიქრობ ის ძალიან უნიკალურია და გამორჩეული. როგორც თქვი, როგორც ისრაელი, ისე უკრაინა ნამდვილად მოისაკლისებენ მას ამერიკულ პოლიტიკაში, მის ამჟამინდელ პოზიციაზე. კარგი, მარკ შულმანი, დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისთვის დღეს. ეხლა როგორც ხან მოვისმინეთ, სენატორი გრემი ირანთან ომის მტკიცე მხარდამჭერი იყო. მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია ზეიმის პოსტები ირანის ისლამური რესპუბლიკის შიგნიდან, სადაც ირანის სახელმწიფო ტელევიზია სიხარულით შეხვდა გარდაცმედურით სენატორის სიკვდილს. მოდით მოვუსმინოთ. მომეცითნება აშკარამ به درک واصل شدن ლინცი გრეჰემი. ლინცი გრეჰემი მკვდარია და ჯოჯოხეთშია. მულოცავთ ირანის ერს-ომების მომხრე, ირანის წინააღმდეგ მებრძოლი ამერიკელი სენატორის სიკვდილს. დამატებით ინფორმაციისთვის ჩვენთან ერთადაა i24 News English-ის ახლო აღმოსავლეთის უფროსი კორესპონდენტი არიელ ოსერანი. არიელ, ჩვენა გავიგეთ, რომ სენატორი გრეჰემი თითქმის უპირობო მხარდამჭერი იყო ისრაელის. და მისი სიკვდილი ნამდვილად გახდა ვირუსული პოსტების ტალღის მიზეზი, რომლებიც სხვადასხვა ადგილიდან და ირანის სხვადასხვა პოლიტიკოსებისგან ვრცელდება. კიდევ რას ვხედავთ? დიახ, ნახეთ, ირანი არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა თავისი უზენაესი ლიდერი. ისინი ახლა ხან დაასრულეს მისი დაკრძალვა.
მათ დაკარგეს გამზვანელობის ორი უმაღლესი დონე. ამიტომ როცა კი შეუძლიათ ისინი მიუთითებენ მეორე მხარეს მყოფ ფიგურაზე, რომელსაც მტრად აღიქვამენ და ლიდერად თვლიან, მიუხედავად იმისა, რომ ის გადაწყვეტილებების მიღების მაგიდასთან არ იჯდა. ისინი ამას იყენებენ როგორც შესაძლებლობას, რომ იტრაბახონ და თქვან, აი ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გამორჩეული ოფიციალური პირები, თქვენ კი თქვენსაც კარგავთ. ცხადია, აქ საერთოდ არ არის შედარება, ეს არც კი არის ვაშლი და პორტოხალი, ეს უფრო ვაშლი და პომიდორია. ანუ საერთოდ არანაირი შედარება არ არსებობს. მაგრამ ისინი ცდილობენ მუდმივად ეძებენ გზებს, რომ სახე შეინარჩუნონ და აჩვენონ, თითქოს ასე არ არის. ისინი თითქოს არ განიცდიან იმავე დონის დანაკარგს, რაც რეალურად აქვთ განცდილი. და თუ ასეა, აქაც ეხლა შეერთებული შტატები კარგავს თავის გამორჩეულ ფიგურებს. ცხადია, ეს ბრძოლაში არ მომხდარა. ეს დაავადების გამო მოხდა. ეს რომ შედარება არ არის, მაგრამ რეალობა და ირანელები ორი ელემენტია, რომლებიც ხშირად არ იკვეთება, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც რეჟიმი უფრო გაბედულია. ამიტომ იცით, ამას ზედმეტად არ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ისინი უბრალოდ იყენებენ ამ შესაძლებლობას, რომ იტრაბახონ და თითი გაიშვირონ შეერთებული შტატებისკენ. საბოლოოდ კი დიახ, ის იყო ძალიან მტკიცე ხმა ირანის წინააღმდეგ, მიიჩნეოდა, რომ გარკვეული გავლენა ჰქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე, ირანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ძალიან მკაცრი პოზიციის მქონე ადამიანი. ამიტომ ირანის წინააღმდეგ ამ მკაცრი პოზიციის მქონე ადამიანის სცენიდან წასვლა მათ თვალში ასე აღიქმება. როგორც გამარჯვება, მაგრამ ეს მათთვის მხოლოდ ძალიან სუსტი მცდელობაა, რომ როგორმე შეინარჩუნოს სახე, საკუთარი მნიშვნელოვანი საბრძოლო დანაკარგების ფონზე. კარგი.